გუბერნატორებთან თათბირი, სადაც ივანე მერაბიშვილმა 2007 წლის აქციის დარბევის და მომიტინგეებზე ზემოქმედების გეგმა მოყვა. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ერთ-ერთი იყო, რომელიც 4 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობაში სხვა გუბერნატორებთან ერთად დაიბარეს. მოწმის ჩვენების მიხედვით თათბირზე მერაბიშვილმა თქვა, რომ უნდა ეცემათ მომიტინგეები და ამას კუდი შეასრულებდა. კეზერაშვილს ბიზნესმენები ყავდა ჩაბარებული, სამართლებრივ საკითხებს კი ადეიშვილის პროკურატურა მოაგვარებდა. როგორ განხორციელდა გეგმა, ის უკვე პროცესზე იმ დაზარლებულებმა გაიხსენეს, რომლებიც 7 ნოემბერს აქციაზე იმყოფებოდნენ. გიორგი კობერიძე გიამბობთ დეტალებს. ისე უნდა იყოს, რომ ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს გაუფუჭებელი. მიტინგებზე იყო საუბარი, გასაკვირველია. 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის მონაწილეების ცემისა და მათი დასჯის გეგმა მაშინდელმა გუბერნატორებმა დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე პირადად ივანე მერაბიშვილისგან მოისმინეს. აქციის დარბევის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მცხეთა-მთიანეთის მაშინდელმა გუბერნატორმა მისცა. ვასილ მაღლაფერიძის ჩვენების მიხედვით გუბერნატორებთან შეხვედრას ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა და დათა ახალაიაც ესწრებოდნენ. მოწმის ჩვენებით მერაბიშვილმა თათბირზე ღიად განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები უნდა ეცემათ და ეს კონსტიტუციური უსაფრთხოების მაშინდელ დეპარტამენტს ჰქონდა დავალებული. ამ გეგმის თანახმადვე ნაცემდა დარბეულ ხალხს საპატიმროში მოხვედრისას ბაჩანა ახალაია მიხედავდა. ბიზნესმენებს დავით კეზერაშვილი, სამართლებრივად საკითხის მოგვარებაზე კი გენერალური პროკურორი იზრუნებდა. ვინ ჩამოვიდა? არც ერთი არ უნდა გაუშვათ გაულახავი, ყველას უნდა დაენგრეს გვერდები. სახეს მაინც ერიდეთო. იქიდან სახე შეიძლება ხანდახანო თქვა, ან კეზერაშვილმა თქვა, ან ახალაია. განსაკუთრებულ შემთხვევებში. აგერ არის გენერალური პროკურორიო და ნებართვას გვაძლევსო. თქვენ ყავთ უამრავი ნაცნობები, ალბათ ყავთ სპორტსმენები, მუსიკოსები, მომღერლები. ამათი მოკლედ ზოგი დააშინეთ, ზოგი მოისყიდეთ. აგერ არის კეზერაშვილი, თუ არის ბიზნესმენები, რომლებიც ეპარქიებს აფინანსებენ, რომ ამ ღვთლებმა სისულელების ლაპარაკი არ დაიწყონ მრევლშიო. ვინცო ცოტა მოშავო ტიპია, ამას მიხედავს გარეთ ერთი ახალაია, შიგნით მეორე ახალაია ბაჩო დახვდება. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ინფორმაციით ამ შეხვედრაზე მერაბიშვილმა გუბერნატორების მისამართით ძალოვანებთან ერთად შტაბის შექმნის ბრძანებაც გასცა. თუმცა მოწმის განცხადებით ეს ბრძანება რეალურად შეუსრულებელი დარჩებოდა, რადგან თათბირის მთავარი მიზანი გუბერნატორების როგორც პოლიტიკური ფიგურების გაფრთხილება იყო. მიმდინარე პროცესებზე უარყოფითი პოზიცია არ დაეფიქსირებინათ. ამ თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ მოყოლილი გეგმა მაღლაფერიძემ ჯერ მის მოადგილეს, შემდეგ სახალხო დამცველს, ხოლო 2008 წელს ომბუდსმენთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებსაც გააცნო. ფაქტურად ეს იყო მოწოდება, რომ ჩვენ ჩუმად უნდა ყოფილიყავით. დაუთქვი სოზარ შეხვედრა. სოზარ სუბარს, რომელიც იყო სახალხო დამცველი იმ დროს. უამბე, რომ ესეთი ამბებია უახლოეს დღეებში. ეს უთხრა ბატონ მიხეილ სააკაშვილს, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო, ჯერ აქედან დავიწყოთ მასთან მისული, შეცხვარ შეხვდებიო, მაგრამ მე მასთან შეხედვაც აღარ მინდოდა უკვე. ვარა იმ ნიანგის რემლები და იყო ერთ ამბავში, რომ აი მე მეტი ეს ასევე ესე მომივიდა, მეც აღარ ვიზა. როგორ განხორციელდა აქციის დაშლის გეგმა და რა სახის დაზიანებები მიიღეს მომიტინგეებმა, ეს უკვე პროცესზე აქციის მაშინდელმა მონაწილეებმა გაიხსენეს. საკუთარ ჩვენებებში აქციის მონაწილეები სპეცრაზმელების მხრიდან მათი მისამართით რეზნის ტყვიების დამიზნებით სროლაზე, აქციის დაშლის შემდეგ მომიტინგეების დევნასა და ამ დარბევის დროს მიღებულ ფიზიკურ დაზიანებებზე ყვებოდნენ. პროცესია რომ ესენი მირტყავენ, მე ვცდილობ მოვიგერიო. დაახლოებით 9 მეტრის მანძილიდან ვიღაცამ ეს დამემიზნა და მაგ დროს დავეცი ესე მოცელილი. დაიწყო ესე დაცემულზე სასტიკი ცემა. თავის სამხედრო ჩეკმა რაც ეცვა, მომხდა პირდაპირ ღვიძლში. ესე რომ ჩავისუნთქე და მეორე ამ დროს ესე ღია პირში ჩასუნთქვის მომენტს დაემთხვა და ჩამასხა ეს გაზი. შევამჩნიე ბავშვი, წაქცეული როგორ თელავდა, ანუ ხალხი უკვე ზოგი გარბოდა, გამორბოდა, წამოვაყენე და ამ დროს ვიგზენი ფეხში დიდი ჭრილობა, როგორ მომხდა, გავითიშე, ყველაფერი დამწვარი მქონდა, ისეთი სიახლოვე მქონდა ნასროლი. მე და ნინელი ჭანკვეტაძე ავიყვანე და იქ წავი ლერმონტოვის ქუჩაზე და წამოვიდა ტყვიები. აი ამ დუბლონკით ვიყავი მე ზუსტად და ზურგში არაერთხელ მომხდა მე. ის რასაც დარბეული მომიტინგეები სასამართლო პროცესზე ყვებოდნენ, საქმის პროკურორის ცნობით სწორედ ივანე მერაბიშვილის მიერ 4 ნოემბერს გუბერნატორებისთვის გაცნობილი გეგმის მიხედვით განხორციელდა. თუმცა მერაბიშვილის და უგულავას ადვოკატების მტკიცებით, ის რაც აქციაზე მოხდა, ცალკეულ პირთა გადაცნობა და არასისტემური დანაშაული იყო. ეს რომ მოხდა, ეს იყო უაღრესად სამწუხარო. ეს უკვე პროცესში მოხდა, უბრალოდ ცალკეული პირების მხრიდან არ იყო, რა თქმა უნდა, არის. ვასილ მაღლაფერიძის ჩვენება ჩვენ მოვისმინეთ, თუმცა დაცვის მხარე ამ ჩვენებას ვერ მიიღებს როგორც ფაქტს. სწორედ ამ თათბირზე დაიგეგმა, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ეცემათ მომიტინგეები
განსაკუთრებით რაიონებიდან ჩამოსვლელები ისე უნდა გასწორებოდნენ ფიზიკურად, რომ ფეხზე დიდი ხანი ვერ დამდგარიყვნენ. მოწმემ განაცხადა, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო ექსპერიმენტი. 7 ნოემბრის აქციის დარბევა გაერთიანებულია ტელეიმედის დახურვის და მთაწმინდის პარკისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის უკანონო ჩამრთმევის საქმეებთან. ამ საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებით ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ბანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. მომდევნო სხდომა 30 ნოემბერს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.